საპენსიო სააგენტომ 2024 წლის საინვესტიციო შედეგების პრეზენტაცია გამართა. ორგანიზაციამ წლიური საინვესტიციო ანგარიში წარადგინა. ამავე ღონისძიებაზე ფართო საზოგადოების წინაშე პირველად წარსდგნენ საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს ახლად დანიშნული წევრები, რომლებმაც პანელურ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. შალვა სუმბაძე განავრცობს თემას და ახლა ის ღია ეთერში გვერდდება. შალვა, გისმენთ. დაინტერესებული მხარეები 2024 წელს მიღწეულ შედეგებზე საათნახევარზე მეტია, რაც მსჯელობენ მიმდინარეობს ყველა იმ მიღწევის და გამოწვევის განხილვა, რომელიც დღეს საპენსიო სააგენტოსთვის არსებობს, მათ შორის იქამდე ვიდრე პანელური დისკუსია და მსჯელობა დაიწყებოდა, შეჯამდა ის შედეგები, რომელიც ჰქონდა საპენსიო სააგენტოს, უნდა ითქვას, რომ დაარსების დღიდან დღემდე მისმა წმინდა ამონაგებმა მიაღწია $1.4 მილიარდ, რაც ბუნებრივია, არის საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლების აზრით იმის დასტური, რომ სწორად მუშაობს საპენსიო სააგენტო და შესაბამისად ამ მიმართულებით რაიმე ტიპის მნიშვნელოვანი პრობლემები არ არსებობს, ასევე აღინიშნა, რომ 17,000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე ისარგებლა საპენსიო დანაზოგით, რომლებზეც ჯამში $70 მილიონზე მეტი გაიცა. ამ შედეგების შეჯამების შემდეგ კი უკვე დაიწყო პანელური დისკუსია, მმართველობითი საბჭოს ახალმა წევრებმა დაიწყეს ეს დისკუსია, ისინიც მონაწილეობდნენ და ბუნებრივია განხილვის მთავარი თემა არის, როგორ უნდა გააგრძელოს საპენსიო სააგენტომ საქმიანობა, როგორ მიაღწიოს უფრო მეტ მომგებიანობას. აქვე საუბარი შეეხებოდა სამი მთავარი პორტფელის, რომელშიც თანხებია დაბანდებული, დაბალ, საშუალო და მაღალ რისკიანი პორტფელების მომგებიანობას და ამ მიმართულებით მოქალაქეთა ინტერესის ზრდას. დღევანდელ ღონისძიებას ოფიციალური პირების გარდა ესწრებიან სპეციალისტებიც, რომლებიც ჩართული არიან მსჯელობაში და ბუნებრივია მათი ინტერესიც არის, რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიიღონ იმ პოლიტიკის შესახებ, რომელსაც მომდევნო პერიოდის განმავლობაში ახალი მმართველობითი საბჭო გაატარებს. ამ 6 წლის განმავლობაში საშუალოდ ჩვენმა ამონაგებმა 9.9% შეადგინა, ასევე კარგი იყო 2024 წლის ამონაგები და ნომინალურმა ამონაგებმა 11.6%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა 9.5% შეადგინა. რაც შეეხება, როგორც იცით, ჩვენ სამ განსხვავებულ პორტფელს მართავთ, ეს არის კონსერვატიული პორტფელი, დინამიკური პორტფელი და დაბალანსებული პორტფელი. კანონის შესაბამისად, კონსერვატიული პორტფელი გახდა ეგრეთ წოდებული default, ანუ მთავარი პორტფელი ყველა მონაწილისთვის. და შესაბამისად აქტივების 99% არის ინვესტირებული კონსერვატიულ პორტფელში. რაც შეეხება ორ დანარჩენ პორტფელს, აქ მონაწილეებს აქვთ თავიანთი სურვილის მიხედვით შეუძლიათ გადავიდნენ დინამიკურ პორტფელში. ამ მიმართულებით ხედავთ გარკვეულ დადებით დინამიკას. დაახლოებით $6.5 მილიონი გადატანა მოხდა მხოლოდ 2024 წელს, თუმცა დამეთანხმებით ეს არ არის საკმარისი, ვინაიდან ამ ორი პორტფელის ჯამური წილი 1%-მდეა მთელი აქტივების. ფინანსურად სწორად და კარგად სტრუქტურირებული პროექტი, დივერსიფიცირებული პორტფელი, დაცვა მოქმედი კანონმდებლობისა და სების რეგულაციებისა წარმოადგენს საპენსიო ფონდისთვის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების წინაპირობას. პირველი ამოცანა, რასაც ჩვენ ახლა ვიხილავთ, არის საპენსიო ფონდის დებულების პროექტზე მუშაობა, რომელიც 1 მაისამდე უნდა დამტკიცდეს. რაც შეეხება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, მასზე მუშაობა გაგრძელდება, იქ შესაძლებელია წელიწადში ერთხელ საჭიროებისამებრ მისი გადახედვა და მას შემდეგ, რაც ახალი მმართველობითი საბჭოს საინვესტიციო კომიტეტი განიხილავს ახალ შეცვლილ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, გამოტანილი იქნება საბჭოზე, მმართველობის საბჭოზე განსახილველად და დასამტკიცებლად. პროცესი წარიმართება გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება, თუ რა ცვლილებები შევა მასში. საპენსიო სააგენტოს ახალი მმართველობითი საბჭო საქმიანობას 1 მაისიდან შეუდგება. აღსანიშნავია, რომ მმართველობითი საბჭოს გარდა იცვლება ორგანიზაციის დასახელებაც. 1 მაისიდან საპენსიო სააგენტოს ნაცვლად ამ ორგანიზაციის სახელი იქნება საქართველოს საპენსიო ფონდი. ამ ასე ვთქვათ ინიციატივის ავტორების აზრით, ეს სახელი უფრო კარგად გამოხატავს იმ საქმიანობის ტიპს, რომელსაც საპენსიო სააგენტო ამ ეტაპისთვის ეწევა. მადლობ, შალვა სუმბაძე გვერდებოდა ღია ეთერში.